დავიწყოთ განცხადებით, რომელიც თავად ევროკავშირის ელჩმა გააკეთა და რაც გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ოცნების ლიდერები პაվել ჰერჩინსკის თავს ესხმიან. გუშინ ევროპელი დიპლომატი ამბობდა, რომ ევროკავშირი ვერ შეეგუება დაშინებას, ძალადობას, დაუსჯელობას, რომ ევროკავშირი ცდილობს ერთსულოვნების მისაღწევად წევრ სახელმწიფოებს შორის, რომ გადაწყვეტილება იქნას პასუხისმგებელ პირებზე დასანქცირების შესახებ მიღებული და სავარაუდოდ ეს პერსპექტივა იმდენად აფრთხობს ქართულ ოცნებას, რომ დღეს მათ გადაწყვიტეს პერსონალურად თავს დაესხან ევროკავშირის ელჩს, რადგან ცნობილია და პრაქტიკაც ამას აჩვენებს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, ეყრდნობიან ქვეყნის შიგნით უმაღლეს წარმომადგენელს, მის ინფორმაციას, მის პოზიციას და შესაბამისად ჰერჩინსკის პოზიცია მათთვისაც არის მნიშვნელოვანი. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს ჰერჩინსკი გააკრიტიკა ჯერ ირაკლი კობახიძემ, შემდეგ შალვა პაპუაშვილმა, მათ გაიხსენეს არამხოლოდ ეს განცხადება, არამედ ჰერჩინსკის არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებები, თქვეს, რომ ის პოლიტიკურად მიკერძოებულია და უფრო მეტიც მას სურს წინა ხელისუფლების დაბრუნება ხელისუფლებაში და შესაბამისად ის არ წარმოადგენს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს და შესაბამისად დღეს ასევე ჰერჩინსკი დაადანაშაულეს ძალადობის თანამონაწილეობაში, რადგან მათ არ მოეწონათ განცხადება, რომ დაუსჯელობაზე მიუთითა ევროპელმა დიპლომატმა. ჩვენ ბუნებრივია დღეს ოცნების ლიდერებთან ასევე გქონდა შეკითხვები იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს მათთან კომუნიკაციის დამყარებას ქართული ოცნება, როცა პირდაპირ თავდასხმაზე გადადის მათთან და არ დაიტოვეს არავინ ევროკავშირის სახელმწიფოებში პოლიტიკური ფიგურები თუ დიპლომატები, რომელთანაც შეუძლიათ მათ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ, თუმცა ჩანს, რომ ამის სურვილი არ აქვს ქართულ ოცნებას, რადგან ის არ ეთანხმება ყველა იმ კრიტიკას, რომელსაც იღებს დიპლომატების მხრიდან თუ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ევროკავშირის ელჩი დამარცხდა არჩევნებში და ისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით. თქვენ გახსოვთ, ის ღიად აწარმოებდა კამპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ. თქვენ იცით, რომ არც ერთხელ არ დაუგმია მას ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე. თავარი მიზანი იყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, რაც ბუნებრივია ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა. სად შეატყვეთ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება სურდა პაվել ჰერჩინსკის? პირდაპირ მოქმედებს deep state-ის დავალებების ქვეშ, აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა არ არის იოლი. მან თქვა პირდაპირ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია და იმისათვის, რომ პროცესები სხვანაირად წარმართულიყო, საჭირო იყო ამორჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ეს იყო პირდაპირ მოწოდება იმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ამორჩევლები და ხმა მიეცათ ქართული ოცნების საწინააღმდეგო და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. ფაქტია რა, თქვენი ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული. ეს იყო საარჩევნო მოწოდება. ვისთან ცდილობთ საერთოდ საუბარს, თქვენი სიმართლის დამტკიცებას, იმიტომ რომ ფაქტობრივად არათუ პოლიტიკური ფიგურა, ელჩებიც აღარ არიან თქვენთვის სასურველი მოსაუბრე. რა თავდასხმაზეა საუბარი? ანუ თქვენ ახლა აკრიტიკებთ ელჩს მისი პოზიციის გამო. კრიტიკა და თავდასხმა ორი სხვადასხვა რამეა. კაცი გამოდის და თვალში ნაცარს აყრის ქართულ საზოგადოებას. ამბობს, რომ იყო მშვიდობიანი მიტინგები. ეს ხო სირცხვილია. რა თავდასხმაზეა საუბარი? რომელი იყო მშვიდობიანი? 5 დღე ომის იმიტაცია რო ქონდათ და თვითონვე რო ამბობდნენ ეს მოძალადე მომიტინგეები, რომ ეს არის მშვიდობაო, თვითონვე ამბობდნენ ამას. სად იყო მშვიდობიანი მიტინგები? თქვენ იყენებდით ძალას მათ წინააღმდეგ. სირცხვილია. მშვიდობიანი მიტინგები იყოს თბილისში? ეს რა თქმა უნდა სირცხვილია, როდესაც ბატონო ირაკლი, კი, 5 დღე ოზავა თქვენ გამოიყენეთ ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. სირცხვილია. რა არის სირცხვილი? რა არის სირცხვილი? ეს არის ნაცური უტიპრობა. გამოუგნებელი არის ბატონი ჰერჩინსკის ეს განცხადებები. მე ვურჩევდი, რომ ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს, ის არც პროკურორად დაუნიშნავს აქვს ევროკავშირს და არც აგრემანი არ მიგვიწია ჩვენ მისთვის როგორც პროკურორისთვის საქართველოში. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს ერთი, რომ თქვას რა სად იყო ასე თქვა ძალადობა, მეორე თქვას ვინ ჩაედინა ძალადობა და მესამე სანქციებიც გამოუწეროს ამ ადამიანებს. არ ვიცი, ესეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ ერთ თავში იყოს თავმოყრილი მასში პროკურორიც, ადვოკატიც, ბრალდებელიც, მოსამართლეც და მე შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს, მე მგონი აცდენილი არის იმას თუ რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში.
შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების ლიდერები არ ტოვებენ არც ერთ შესაძლებლობას მედიასთან, რომ არ გააკრიტიკონ დასავლელი პარტნიორები და მათ შორის არ ერიდებიან დიპლომატების კრიტიკასაც. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი პარტიის ლიდერები თავს ესხმიან ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის. ასეთი იყო მაშინაც, როცა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ. მაშინ ბუნებრივია ამას მოჰყვა კრიტიკა მათ შორის დიპლომატის მხრიდან და მაშინვე დაიწყო ქართულმა ოცნებამ მუქარა იმის შესახებ, რომ თუ კი ქცევას არ შეცვლიდა პაველ ჰერჩინსკი, ქართული ოცნება მიმართავდა დიპლომატიურ რეაგირებას. ეს მუქარა გაისმა 29 ნოემბერს და ამის შემდგომ უკვე ვნახეთ, რომ კიდევ ერთხელ გახდა თავდასხმის სამიზნე ევროკავშირის ელჩი, თუმცა ჯერ არ უსაუბრია ქართულ ოცნებას ასეთი რეაგირებისთვის ის ემზადება თუ არა.